თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული პროტესტის დროს დაკავებული მათე დევიძის პროცესი გაიმართა. დევიძეს პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან. დღევანდელ სხდომაზე გამოიკითხა საქმეში დაზარალებული სტატუსის მქონე პოლიციელი ლევან კოდელაშვილი და საქმის გამომძიებელი ბაქარ გუნაჩაძე. საქმის გამომძიებლის გამოკითხვის დასრულებას მათე დევიძის ოჯახის წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა. სხდომაზე დაზარალებული სტატუსის მქონე პოლიციელი ლევან კოდელაშვილი ამტკიცებდა, რომ მათე დევიძე მას ჯოხი დაარტყა, რის გამოც ტკივილი განიცადა. თუმცა კითხვაზე მიმართა თუ არა სამედიცინო დაწესებულებას დაზიანებისთვის, პოლიციელმა თქვა, რომ არ მიუმართავს. დავინახე, რომ ახალგაზრდა გზელთმიანი ხუჭუთმიანი ბიჭი მორბოდა ჯოხით ხელში და როდესაც ეს ჯოხი რამოდენიმეჯერ მოიქნია და მათ შორის ერთხელ მოხვდა მე ხელის არეში. ეს ბიჭი გარბოდა უკან და გაიყიდა მას ერთ-ერთი პოლიციელი ჟამერაშვილი გვარად და აი ჟამერაშვილს უკვე ეს ჯოხი გადაატეხა ის შემდეგაც მოხდა მისი უშუალოდ დაკავება. ჯოხი ჩამარტყა ხელში. საათი ადგილს კონკრეტულად. აი სიტყვერდა ცუდაგვი მარტო მარცხენა ხელის მტევანზე. დაზიანება ქონდა თან რაიმე? დაზიანება ცოტათი მქონდა შეჭითრებული. სამედიცინო დაწესებულებას მიმართა? არა, იმიტომ რომ არ ქონდა ის დაზიანება, რომ სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართა. ტკივილის განცდა სიწყვეტა აღნიშნული? რა თქმა უნდა, ხელა ჯოხს რო ხელში ჩაგარტყავენ, ყველა იგრძნობს მაგას. მათე დევიძე იმ 16 პირს შორის იყო, რომელიც სამართალდამცავებმა ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა 48 საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს. მათე დევიძეს ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.